ბათუმის პორტიდან უკრაინის მიმართულებით კიდევ ერთი ბორანი გავიდა. 60 მანქანითა და 18 ვაგონით დატვირთული გემი უკრაინაში ამ ეტაპზე 2500 ტონა ციტრუსს გადაიტანს. პარალელურად პორტიდან ეკვადორის მიმართულებით ხვალ 2000 ტონა ციტრუსით დატვირთული გემიც გავა. რუსეთიდან ხომალდის შემოსვლას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უახლოეს დღეებშიც ვარაუდობს. მისი განცხადებით გემის შემოსვლის გაჭიანურება შტორმმა გამოიწვია. არჩილ ხაბაძე ციტრუსის სუბსიდირების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ როგორც სტანდარტულ, ასევე არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდირების თანხები გლეხებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისა და კომისიებში განხილვის შემდეგ არაუგვიანეს 1 მარტამდე მიეცემათ. წელს აჭარის მასშტაბით მთავრობა 65,000 ტონა ციტრუსის გატანას ვარაუდობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღესვე მაღალმთიან აჭარაში გზების გაწმენდისა და ელექტროენერგიის მიწოდების საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, პრობლემები მაღალმთიან სოფლებში 25 დეკემბრამდე მოგვარდება. ექვსი გემის საშუალებით დაახლოებით 12000 ტონა იქნა გადატანილი. ეხლა ამ გემზე 2500 ტონა არის, დაახლოებით 18 ვაგონი და 60-მდე დიდი მანქანა. გუშინდელი ფოთის პორტიდანაც გავიდა ბორანი, რომელზეც დაახლოებით 60-მდე მანქანა იყო განთავსებული. მინდა გითხრათ, რომ ხვალ კვირას ორშაბათს კიდევ ერთი ბორანი დაბრუნდება. ალიდან დღის მეორე ნახევარში უკვე ველოდებით და ნოვოროსისხის მიმართულებით დადგება პირველი გემი და ყოველდღე თითო გემი იმუშავებს. არასტანდარტულზე პრობლემა არ არის. ის როგორც არის 10 თეთრი იქნება სუბსიდირებული სახელმწიფოს მიერ და ეს პერიოდულად დაიწყება უკვე ეს მუნიციპალიტეტებში უნდა მოგროვდეს ის საბუთები და დასტური უნდა მოხდეს იმისა, რომ ნამდვილად არის ჩაბარებული. ამას უბრალოდ დამუშავება ჭირდება, ამას რომ გადალაგდეს რაიონების მუნიციპალიტეტების მიხედვით. რამდენიმე დღე ალბათ თვითონ ექსპორტიორები შეჩერდებიან, შესაძლებელია ახალგაზრდა დღეებში მოთხოვნა ნაკლებია ბაზარზე და ახალი წლის შემდეგ ისევ გააქტიურდება გადატანა.